გამარჯობათ, როგორ ხართ მეგობრებო? არა, შვებით, რა ხდება თქვენსკენ ახალი და კარგი. ჩემთან ჯერჯერობით, რა ვიცი, ღრუბელს, ანუ არ გამოიდარა, არ გადავიდა ღრუბელი. ფიქრობდი, რომ ახლა დიდი შვილით იმიტომ გამომივიდა, რომ მინდოდა რომ რაღაცა კარგი სიახლით მოსულიყავი, მაგრამ არ დაადგა საშვილი. ჩემსკენ ჯერ ახალი არაფერი არ არის. სულ ფორიაქში ვარ. ამ ფორიაქის რაღაცა შინაგანი ნერვიულობის ფონზე დავიკელი კიდე 2 კილო. კლედ რა ხდება, ნუ არაფერი არ ხდება. საერთოდ არაფერი არ ხდება. ძალიან გაჩასი მგონი ერთ ადგილს ვტკებანი. ბინას ვეცებ მეგობრებო. ჯერ ანუ ვერ ვნახე ამ ქალაქში არ არის ამ ეტაპზე ბინები. ისეთი ბინა არ არის, სადაც ბავშვებთან ერთად ვიცხოვრებ, თორე მარტო ერთი ოთახი არის, სადაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა იცხოვროს და ანუ ისეთი რომ პირობები იყოს, მასეთი არ არის. გაჩერებული ვარ ერთ ადგილას. არ ვიცი ამათ რა გონიათ ეს ჰოსპიტალიტა რა არის, რატომ არიან ესეთი შეშინებულები ამის გამო, ანუ არ ვიცი, აი ვერ ვხვდები, ჩემამდე ვერ დადის, ვფიქრობ და ანუ ვერ ვიაზე, ანუ რა გონიათ ვერ ვხვდები მართლა. სიტყვებს ვერ პოულობ. მეგობრებო. და მოკლედ, ანუ ვისაუბრე იმ ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან, რომელმაც მითხარ, ანუ კონტრაქტსაც გააფორმებდა ყველაფერი. მკითხა რატო უნდა დამეცალა ეს ბინა და ანუ უთხარი, რომ იმისათვის საბუთი გამოვიტანო, მჭირდება ჰოსპიტალიტა, რომელსაც ანუ ეს კაცი არ მიკეთებს, ანუ არ მიკეთებს რა, რაღაც ახლა მიზეზებს მიდებს, რომ რაღაც ნასამართლეობის ცნობა ჭირდება ჩემი საქართველოდან, რომ ანუ მეო ვითომ პრობლემებიო არ შემექმნასო რა. და კარგიო, ნუ ახლა ამ ქალთან თითქოს და შევთანხმდი, მაგრამ გუშინ დარეკა და თქვა, რომ ანუ ჰოსპიტალიტასო მე ვარ გავაკეთებო. არ არსებობს და პლუს ამას რეალურად რო აქირავებს 400-ში, თქვა, რომ მე თუ შემიშვებ და მე 450-ში შემიშვებ და არა და მეგობრებო იმაზე ბევრად უკეთეს სახლში ვარ. და ამ სახლში ვიხდი 400 ევროს და ის ნამდვილად არ ღირს 450 евро, ну არ ვიცი. მე უცებ დაურეკე ადვოკატს, ანუ სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება იმისა, რომ გავაკეთო ანუ ეს ნასამართლეობის ცნობა, რომელიც მიჯდება 80 евро. მე მივწერე ამ ჩემი ბინის მეპატრონეს, ანუ სადაც ვარ და უთხარი, რომ საბუთის ვამზადებ და მომდევნო კვირაში მექნება ადგილზე. ანუ კარგიო მომწერა. ანუ ამ ეტაპზე ან პერმისო მაინც გამოვიტანო რა. სანამ აქ ვარ. ხო და დღეს ბახტა ვიგებ, რომ თურმე ეს ჩემი ბინის მეპატრონე აქ სადაც ვარ, ეძებს კლიენტებს, რომ ანუ ამ სახლში შემოუშვას და ანუ შოკში ჩავარდი. ჩემადამ რომ დამირეკა და რომ მითხრა, რომ ანუ რამე ილაპარაკეთო და უთხარი, რომ შენ მაგ ბინას ცლიო, ეხლაო, უკეო, ან რაღაცო და მეთქი არაფერი გუშინ და მივწერე თქვა, რომ ვაკეთებ ამ ნასამართლეობის ცნობას ხო და ანუ იმ კვირაში დაახლოებით ექნება ადგილზე და ანუ გავაკეთოთ ეს ჰოსპიტალიტა თქვა, რაზეც მომწერა, რომ კარგიო. შოკი მივიღე მეგობრებო. ნუ არ ვიცი, მე ჩემი დაურეკავდა ძალიან გაცოფებული იყო. არ უპასუხა. არც ტელეფონზე უპასუხა, არც WhatsApp-ზე უპასუხა არაფერი და ანუ სერიოზული ლაპარაკები მოგვიწევს ორივეს. ანუ სერიოზულად დაველაპარაკებით. ანუ არ ვიცი რა იქნება. ანუ ესე არ ხდება. თუ არ ვნახე მე სხვა ბინა სადაც გადავალ, ანუ ესე რომ ვიღაცას ეძებს
არა და ანუ ჩემთვის არაფერი არ უთქვია და მეც არ მithქვია რომ ანუ უკვე მივიდე უბრალოდ ვეძებ მაგრამ მისთვის არ მithქვია რომ მოვეძებ ვეძებდი იმიტომ რომ არ მინდოდა ხარჯი მქონოდა ზედმეტი ანუ ჩემს თითოეულ კაპიკი ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდოდა რომ ესე აეუზოთ აიხში ესე გამესროლა ახლა 80 евро ხო მაგრამ ანუ ვისური მოკლედ გავისროლე ფაქტიურად და ეხლა რომ მე ამ საბუთს ვაკეთებ და ბრახდა ეს სხვას ეძებს ამ სახლში რომ შემოიყვანოს და მე ანუ არც ჰოსპიტალი და გამიკეთდეს და ეს წყალში გადაყრილი ფული მქონდეს ანუ ნამდვილად არ მინდა თან ამ ყველაფერთან ერთად ანუ ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს პლუს ეს სანერვიულო პლუს რაღაცა ძიებაში რო ვარ ანუ ეს სახლის თემა პლუს ვიწყებ საბუთების მოგროვების რა ანუ რაც მაქვს ამ ყველაფერს გავუკეთე ორგანიზება და შევკრიბე რომ სამსახურში წარუდგინოს თავის ადვოკატს რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ კონტრაქტი გავაფორმოთ აი კონტრაქტს რო გავაფორმოთ მე ოდნავ ამოვისუნთქებ იმიტომ რომ ძალიან მიზერულო ხელფასზე ვმუშაობ ან ფაქტიურად გადასახადებისთვის და ანუ ნორმალურად ვართ რა და კონტრაქტის შემდეგ უკვე ცოტა ხელფასიც მომემატება და ცოტა უფრო მეტად გავახალისებ ბავშვებს და ჩვენს უფრო რაღაცნაირად ვიქნებით მოკლედ უკეთესად ვიქნებით რა რაღაცნაირად რა ესეთი ამბები ხდება მეგობრებო ჩემ თავს ეს ბოლო ვიდეოები ძალიან ესეთი გამდის იმ დღეს ვამბობდი რომ მგონი ძალიან გავითვალე თქო და ანუ ვიდეოებს აღარ დავდებ თან თითქოს მომენატრე კიდევაც თქვენთან გამეზიარებინა ეს ამბები რაც ჩემ თავს ხდება თან გადაჩევაც იცის ვიდეოს ჩაწერა სხვა ყველაფერი ძველებურად დავდივარ სკოლა სამსახური კარგად მიდის ჩვენი სწავლის საქმე ბეორზე გადაგვიყვანეს მე და ანასტასია მე დავაჩქარებინე იმიტომ რომ მინდა რომ სუპერიულში იმაზე ადრე გადავიდეს ან 2 წელი აქ რო არის სწავლოს და პირდაპირ სუპერიულში გადავიდეს მომავალ წელს ამის გამო მეც უფრო მაღალ საფეხურზე გადავედი რომ ანუ ანასტასია მარტო არ იყოს თორე რეალურად არც მჭირდება ანუ მჭირდება იმ პონჩი რომ უფრო მალე ვისწავლი და უფრო სხვა დონია და სხვანაირად გასწავლიან ვიდრე იქ ერთ და იგივე სატრიალებენ რა აერთზე ერთ და იგივე სატრიალებენ იმიტომ რომ ცოტა ისეთები არიან რომლებსაც უფრო ძნელად ესმით და რომლებიც უფრო ძნელად იმახსოვრებენ და ფაქტიურად ტყუილად ვიჯექით ხოლმე 4 საათი იქ იმიტომ რომ იმას იქ რასაც აკეთებენ აერთზე ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და გადაწყდა რომ გადავიყვანეთ B2-ზე რომ მოგვამზადონ ზაფხულში გამოცდებისთვის რომელიც მე რეალურად არ მჭირდება მაგრამ იყოს ჯანდაბას ანუ ამ ეტაპზე არ მჭირდება თორე მოკლედ ასია ჩემს მეგობრებო იმედია რომ ანუ ისიც რას ვფიქრობ რომ რაღაც ძალიან დიდი სიხარული უნდა მოვიდეს ჩემს ცხოვრებაში ალბათ და ანუ ეს ეტაპი გასავლელი მაქვს ანუ ყველას გამოვლილი აქვს ახლა ეს ეტაპი მაგრამ მე ძალიან სხვანაირად განვიცდი ხო ჩემი და მეუბნეო ხომ აი რა განერვიულობს ვაფშე არაფერი არ არის ანერვიულო მაგრამ მე ძალიან სხვანაირად განვიცდი სხვანაირად ემოციური ვარ რაც არის ძალიან ცუდი ანუ ესეთი ემოციური არ უნდა იყო რაღაცა ცივად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები ანუ ცივად მიიღო გადაწყვეტილება მე რო აქ წამოვიდე ან ვიღებ ზოგადად ცივ გადაწყვეტილებებსაც მაგრამ
მაინც უკვე ახლა სხვა ვალდებულებები რომ აქვს მარტო რო ვარ ანუ ბავშვებზე ვალდებულება მე მაქვს აღებული მინდა რომ ანუ ყველაფერი იყოს იდეალურად და რაღაც ანუ ბევრი კითხვის ნიშნები არ იყოს და ანუ მაგის გამო ანუ იმას ვფიქრობ ხოლმე ანუ მომავალში რო ვიყურები რა ეს რო ესე არ იყოს მე რა იქნება აბა რა უნდა ვქნა და ანუ მაგ ფიქრებში ვარ რაც შინაგანად მიჭამს იმედოვნებ რომ ეს ყველაფერი რო ჩაივლის მალე ჩაივლის და ძალიან დიდი სიხარული შემოვა ჩემს ცხოვრებაში ანუ ამის იმედი მაქვს ანუ უკეთესი იმედი მაქვს ყოველთვის მაგრამ აი როგორია ეხლა რომ ამ ეტაპს გადიხარ და რაღაც ადგილს ტკიპნი და რაღაც კარგი რო არ ჩანს რა რო ვცდილობ რომ რაღაც გააკეთო და ანუ რო არ გამოდის ზავით ეგ მანერვიულებს მოკლედ ნახოთ რა იქნება დიდი მადლობა ვინც მიყურებთ ვინც მამხნევებთ თქვენი გამხნევება ნამდვილად მჭირდება მეგობრებო გაფასებთ ყველას ვისაც გამოწერილი ყევართ იმედია რომ ამ ვიდეოს შემდგომი ვიდეო იქნება რა ვიცი აი ძალიან აღტაცებული ჩავწერ და ძალიან ანუ კარგი ემოციებით ჩავწერ ნახოთ ამ ვიდეოს დაგიტოვებთ მეგობრებო გაგოცეთ ბევრი დიდი მადლობები რომ მიყურებთ